2019 წლის 1 იანვრიდან ტექნიკური ინსპექტირება მთელი ავტოპარკისთვის სავალდებულო გახდა. შემოწმება იმ მსუბუქმა ავტომობილებმაც უნდა გაიარონ, რომლის ძრავის მოცულობაც 3000 კუბურ სანტიმეტრზე ნაკლებია. ტექნიკური ინსპექტირების გავლის ვალდებულება მსუბუქი ავტომობილის ფლობელებს ეტაპობრივად შეეხება და ეს ავტომობილის რეგისტრაციის თარიღზეა დამოკიდებული. Როგორ ხვდებიან მძღოლების საკანონმდებლო ცვლილებას და დაიწყეს თუ არა მძღოლებმა ავტომობილების შემოწმება რუსთავში. გვანცასანია და დავით ბადაგაძე მუშაობდნენ თემაზე. ცვლილება, რომელიც ძალაში 2019 წლის 1 იანვრიდან შევიდა, ტექნიკური ინსპექტირების გავლის ვალდებულებას მსუბუქი ავტომობილების მფლობელებს ეტაპობრივად აკისრებს. რუსთავის ტექნიკური ინსპექტირების ცენტრში დღეს დილიდან რამდენიმე ავტომობილმა ტექნიკური დათვალიერება გაიარა. ხარვეზების გამოსასწორებლად, რომლებიც ავტომობილებს ტექნიკური დათვალიერების დროს გამოუვლინდათ, მძღოლებს ერთთვიანი ვადა მიეცათ. დღეს პირველი დღეა დასვენების დღეების შემდგომ, როცა უნდა ინტენსიურად დაწყებულიყო მსუბუქი მანქანების ტესტირებაც. შედეგი სახეზე გვაქვს, მოდიან პერიოდულად რიგები დიდი არ გვაქვს, არის დაჯავშნის პირობები. რომ თქვათ ნახევარი საათიც ან 20 წუთიც რომ არიდგეს რიგში, შეიძლება დაიჯავშნოს მისთვის სასურველ დღეს და სასურველ საათზე. რომელი ავტომობილების მძღოლებს და რავადებში მოუწევთ ტექნიკური ინსპექტირების გავლა, ეს ავტომობილების რეგისტრაციის თარიღზეა დამოკიდებული. მაგალითად, თუ მსუბუქი ავტომობილის რეგისტრაციის მოწმობის გაცემის თარიღი 2013 წლის 28 ოქტომბერია, სატრანსპორტო საშუალებამ ინსპექტირება 2019 წლის 28 ოქტომბრამდე უნდა გაიაროს. 4 წლამდე ავტომობილებს ტექდათვალიერება არ მოეთხოვებათ. 4-დან 8 წლამდე მანქანების შემოწმებას 2 წელიწადში ერთხელ გაევლიან. 8 წლის და უფრო ძველი ავტომობილები სავალდებულო ტექდათვალიერებას ყოველწლიურად დაექვემდებარებიან. პირობები ასეთია, 4 წლამდე ახალ მანქანას პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება არ ჭირდება. 4-დან 8 წლამდე ასაკის მანქანას ეძლევა 2 წლიანი ვადა. 8 წლის შემდგომ უკვე 1 წლიანი ყველას. იმისათვის, რომ ავტომობილმა ტექნიკური ინსპექტირება წარმატებით გაიაროს, სხვადასხვა კრიტერიუმი უნდა დააკმაყოფილოს. ინსპექტირების ღირებულება მსუბუქი ავტომობილებისთვის 60 ლარი, სატვირთო და სამგზავრო სატრანსპორტო საშუალებებისთვის კი 100 ლარია. დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში მძღოლებმა ხარვეზი 1 თვეში უნდა გამოასწორონ. განმეორებითი შემოწმება იგივე ტესტირების ცენტრში უფასოა. თუ მძღოლი ერთთვიან ვადაში ხარვეს არ გამოასწორებს, 50 ლარით დაჯარიმდება. იურიდიული პირისთვის კი სანქცია 200 ლარით განისაზღვრა. რაც აქვს, ყველაფერი უნდა იყოს წესრიგში. ვიზუალური მხარე, რომელიც ჩვენი თვალით და ხელით მოწმდება, შიგნით სალონის მდგომარეობა, გარე, მოწყობილობები, ყველაფერი, რაც შეეხება გამონაბოლქვს, მუხრუჭებს, სავალ ნაწილებს და მაშუქ ფარებს, აქ უკვე ხელსაწყო კომპიუტერული სისტემებია. კანონდამრღვევებს საპატრულო ეკიპაჟი სპეციალური ელექტრონული ბაზის საშუალებით გამოავლენს. მესამე სექტორს გარკვეული შენიშვნები სწორედ ამ ნაწილში აქვს. არასამთავრობო ორგანიზაციები ფიქრობენ, რომ კანონდამრღვევებს მხოლოდ საპატრულო პოლიცია არ უნდა ავლენდეს და ამ მიმართულებით ჭკვიანი კამერების ათვისება უნდა მოხდეს. მათი თქმით, ეკონომიკის სამინისტრომ კანონის აღსრულებისა და მენეჯმენტის მიმართულებით აქტიურად უნდა იმუშაოს. არის ინფორმაცია, რომ ინსპექტირებისთვის ხდება გაქირავება საბურავების 1 საათით და რაღაცა ხსნარის შერევა საწვავში, რომელიც შემდგომ გამონაბოლქვს არ იწვევს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. გვინდა რომ ეს პროექტი იყოს წარმატებული და წარმატებული იქნება იმ შემთხვევაში, თუ დროულად გადავჭრით, რაც ჩანს და ეს პირველი ეს არის კანონის აღსრულება, რომელიც ძალიან მოიკოჭლებს ამ მიმართულებით. მეორე ეს არის მენეჯმენტი ამ პროცესის და თავიდან არიდება იმ თაღლითობების, როგორ უნდა მოხდეს. მესამე ეს არის საწვავის ხარისხი. ეკონომიკის სამინისტროში ფიქრობენ, რომ ვიდრე ტექნიკური ინსპექტირება ყველა სახის ავტომობილისთვის სავალდებულო გახდებოდა, უწყებამ აქტიური საინფორმაციო კამპანია აწარმოა. TV4-მა მძღოლების აზრი მოისმინა. ჩვენს მიერ გამოკითხული მძღოლების ნაწილი ცვლილებას მიესალმება. ნაწილი კი ფიქრობს, რომ ქვეყნის სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე, ცვლილება საზოგადოებაზე დადებითად არ აისახება. გაჭირვებული ქვეყანაა და იქიდან გამომდინარე, რომ ხალხს უჭირს
ცოდვა ხალხი. ღირებულება რამდენი? როგორ? ინსპექტორების ღირებულება. 60 ლარი. და ჯარიმებზეც თუ ხართ ინფორმირებული? ჯარიმე არ ვიცი. სიმართლე გითხრა რა იქნება და როგორ იქნება ჯარიმები არ ვიცი. არის კი ვიცი, მაგრამ რამდენი არის ჯარიმე არ ვიცი, გარკვეული არ ვარ ყველაფერში. საინფორმაციო კამპანია რამდენად კარგი იყო, როგორ ფიქრობთ? საიტის მეშვეობით დაჯავშნეთ ადგილი თუ პირდაპირ? არა, პირდაპირ მოვედით ჩვენ და პირდაპირ გავატარეთ. რა კრიტერიუმებით მოწმდება თუ იცით? ვისაბურავები, საქარემინა, ფარები, კატალიზატორი. რამდენად მიესალმებით, რომ სავალდებულო გახდა? კი, წესით უნდა იყოს, უსაფრთხოდ უნდა იაროს ყველა მგზავრიც, ქვეითა მოსიარულეც, რომელიც ერთი სიტყვით წყობაში უნდა ყავდეს. რამდენ ხანში ერთხელ გიწევთ თქვენ კონკრეტულად, თქვენი მანქანის მოდელიდან გამომდინარე? ალბათ წელიწადში ერთხელ, ხო? ტექნიკური შემოწმების გავლისთვის ვიზიტის დაგეგმა შესაძლებელია ვებგვერდის www.pti.gis საშუალებით. მსურველს შეუძლია დარეგისტრირდეს და აირჩიოს მისთვის სასურველი თარიღი, დრო და სასურველი ტესტირების ცენტრი. ასევე დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დარეკონ ცხელხაზე 1484 და მიიღონ მათთვის საჭირო ინფორმაცია.